წინა ვიდეოში ვისაუბრებ მსოფლიოს რელიგიურ შემადგენლობაზე. ვიდეოს ბოლოში კი დაგფირდით, რომ მომავალში ჩავწერდი ვიდეოს გერმანიის შესახებ. ეს ვიდეო მზადების პროცესშია და მალე დაიდება არხზე. ამ ვიდეოში კი მინდა გავაგრძელო რელიგიებზე საუბარი. ეს იქნება წინა ვიდეოს მეორე ნაწილი. ამ ვიდეოში გავაგრძელებ სტატისტიკური მონაცემების მოყვანას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების, ქვეყნებისა და რეგიონების რელიგიური შემადგენლობის შესახებ. დავიწყოთ როტერდამით. 2013 წლის მონაცემებით როტერდამში მოსახლეობის 46.7% ურელიგიო იყო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 18.7% კათოლიკე ქრისტიანი, 13.1% იყო მუსულმანი, 10.5% იყო პროტესტანტი, 7.10% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 3.30% იყვნენ ინდუისტები, 0.50% ბუდისტები, 0.10% ჯაიანისტები. ხააგაში 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის 49.6% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 14.9% იყო კათოლიკე ქრისტიანი, 9.40% იყო პროტესტანტი ქრისტიანი, 5.70% კი იყვნენ სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები. მოსახლეობის 14.7% იყო მუსულმანი, 4.80% ინდუისტი, 0.80% ბუდისტი, 0.20% კი იყო იუდაისტი, ესე იგი ებრაელი. 2015 წლის მონაცემებით ამსტერდამში მოსახლეობის 62.2% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 13.3% კათოლიკე ქრისტიანი, 9.80% პროტესტანტი ქრისტიანი, 5.80% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ. 7.10% იყვნენ მუსულმანები, 1.10% ინდუისტები, 1% იყვნენ ბუდისტები, ხოლო 0.70% კი იყვნენ იუდაისტები, ესე იგი ებრაელები. ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში და მის რეგიონში 2016 წლის მონაცემებით მოსახლეობის 40% იყო კათოლიკე, 23% იყო მუსულმანი, 3% პროტესტანტი, 4% სხვა რელიგიების წარმომადგენელი, ხოლო 30% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი. კარდიფში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 42.9% იყვნენ ურელიგიოები, ათეისტები ან აგნოსტიკები, 38.3% ქრისტიანები, 9.30% იყვნენ მუსულმანები, 1.50% ინდუისტები, 0.40% იყვნენ ბუდისტები, 0.40% იყვნენ სიქხისტები, 0.20% იყვნენ იუდაისტები, 0.60% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, ხოლო 6.30% უარს ამბობს პასუხზე. ედინბურგში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 56.3% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 30.1% იყო ქრისტიანი, 6.6%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია, 3.5% იყვნენ მუსულმანები, 1.6% ინდუისტები, 0.50% ბუდისტები, 0.3% წარმართები, 0.3% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 0.3% სიქხისტები, 0.2% კი იუდაისტები, ესე იგი ებრაელები. გლაზგოში, შოტლანდიაში 2001 წელს მოსახლეობის 64.79% იყო ქრისტიანი, 2011 წელს 54.44%, 2022 წელს 38.72%. 2001 წელს ქალაქის მოსახლეობის 3.08% იყვნენ მუსულმანები, 2011 წელს 5.51%, 2022 წელს კი 7.86% იყვნენ მუსულმანები. ურელიგიოების პროცენტული რაოდენობა 22.70%-დან გაიზარდა 43.23%-მდე. ლიდსში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 42.3% იყო ქრისტიანი, 40.2% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 7.77% მუსულმანი, 1.24% იყვნენ სიქხისტები, 1.14% ინდუისტები, 0.77% იუდაისტები, 0.35% ბუდისტები, 0.45% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები. ჟენევაში 2023 წლის მონაცემებით მოსახლეობის 26.3% იყო კათოლიკე,
5.90% იყო პროტესტანტი, 6.29% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 1.29% იყვნენ ებრაელები, იუდაისტები, 7.32% მუსულმანები, 1.72% სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, 48.8% კი ურელიგიოები, ათეისტები ან აგნოსტიკები. 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით ოსლოში, ნორვეგიის დედაქალაქში, მოსახლეობის 48.7% პროტესტანტი ქრისტიანი იყო, 8.4% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, 9.5% იყვნენ მუსულმანები, 2.6% ბუდისტები, 1.1% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 28.9% კი ურელიგიოები იყვნენ, ათეისტები, აგნოსტიკები, აპათეისტები და ასე შემდეგ. ვარშავაში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 51% იყო კათოლიკე, 0.60% პროტესტანტი, 0.40% მართლმადიდებელი, 0.10% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, 0.20% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 29%-მა არ გამოაცხადა თავისი რელიგია, ან არ აქვს რაიმე კონკრეტული არჩეული, 19% კი იყო ურელიგიო, ათეისტები, აგნოსტიკები და აპათეისტები. 2021 წლის მონაცემებით კრაკოვში მოსახლეობის 58% იყო კათოლიკე, 0.50% პროტესტანტი, 0.20% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 0.01% სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ, 14% ურელიგიო იყო, ათეისტები ან აგნოსტიკები, 27%-ს კი არ ჰქონდა რაიმე ჩამოყალიბებული რელიგიური შეხედულებები. ბუდაპეშტში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 40.7% იყო კათოლიკე, 13.6% კალვინისტი, 2.80% ლუთერანი, 1.80% გრეკო-კათოლიკი, 0.50% მართლმადიდებელი, 4.20% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 0.50% ებრაელები, იუდაისტები, 1.30% სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ, 34.6% კი ურელიგიო იყო, ათეისტი, აგნოსტიკი ან აპათეისტი. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მოსახლეობის 85.2% ქრისტიანია, აქედან 84% მართლმადიდებელია, 0.50% კათოლიკია, 0.10% პროტესტანტია, 0.60% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები არიან, 1.6% მუსულმანია, 0.02% იუდაისტი, 0.04% სხვა რელიგიების წარმომადგენელი, 2.2% ათეისტი, 0.3% აგნოსტიკი, 2.5%-მა უარი თქვა პასუხზე, ხოლო 8%-მა კი არ იცის. არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი რელიგიური შეხედულებები. 2021 წლის მონაცემებით ლისაბონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 65.6% იყო კათოლიკე, 0.78% იყო მართლმადიდებელი, 2.44% იყო პროტესტანტი, 0.61% იყო იაღვოველი, 1.27% იყვნენ სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები, 0.54% იყო ბუდისტი, 1.07% იყვნენ ინდუისტები, 0.12% იყვნენ იუდაისტები, 1.63% იყვნენ მუსულმანები, 0.50% იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 25.6% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი. დანიაში 1840 წელს მოსახლეობის 99.7% იყო ქრისტიანი. ქრისტიანების პროცენტულობის ვარდნა დანიაში მე-20 საუკუნეში დაიწყო, ისევე როგორც მთელ ევროპაში. საბოლოო ჯამში კი 2008 წლის მონაცემებით დანიის მოსახლეობის თითქმის 20% ან ურელიგიო ათეისტი იყო, ან აგნოსტიკი, ან სხვა რელიგიების მიმდევარი, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის და ასე შემდეგ. 2024 წლის მონაცემებით კი ქრისტიანების რაოდენობა 70%-ს უახლოვდება, მუსულმანების პროცენტული რაოდენობა 4%-ს გადაწყდა, ათეისტების, აგნოსტიკების და სხვა რელიგიების მიმდევრების რაოდენობა კი 25%-მდეა. ხომ, ახლა გადავიდეთ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ კი ბრაზილიაში. სან-პაულოში 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის 58.2% იყო კათოლიკე ქრისტიანი, 22.1% პროტესტანტი ქრისტიანი, 9.38% ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი ან აპათეისტი, 4.73% სპირიტუალისტი,
სხვადასხვა ადგილობრივი აფრიკული ან აბორიგენული რწმენების მიმდევარი. სხვა რელიგიების წარმომადგენლები შეადგენდნენ მოსახლეობის 4.25%-ს, ხოლო სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები კი შეადგენდნენ მოსახლეობის 1.33%-ს. რიო-დე-ჟანეიროში ამავე წლის მონაცემებით, გულისხმობ 2010 წლის მონაცემებს, მოსახლეობის 51.1% იყო კათოლიკე ქრისტიანი, 23.4% პროტესტანტი ქრისტიანი. სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები შეადგენდნენ მოსახლეობის 2.4%-ს. ურელიგიოები, ათეისტები, აგნოსტიკები და აპათეისტები შეადგენდნენ მოსახლეობის 13.6%-ს. 5.9% იყვნენ სპირიტუალისტები. 3.6% კი იყვნენ სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმდევრები. ავსტრალიაში, მელბურნში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 40.1% იყო ქრისტიანი, 37.2% ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი ან აპათეისტი, 5.30% იყო მუსულმანი, 4.10% ინდუისტი, 3.90% ბუდისტი, 1.70% სიქხისტი, 0.90% იუდაისტი, ზეგი ებრაელები, 1% სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო 5.80%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია. ბრიტანეთში, კონკრეტულად ქალაქ შეფილდში, 2001 წელს მოსახლეობის 68.55% იყო ქრისტიანი, 2011 წელს 52.52%, 2021 წელს კი 38.48%. 2001 წელს მუსულმანები შეადგენდნენ მოსახლეობის 4.64%-ს, 2011 წელს 7.74%-ს, 2021 წელს კი 10.25%-ს. ქრისტიანების რაოდენობა ძალიან პატარაა ახალგაზრდებში, 20 წელს დაბლა ქრისტიანები შეადგენენ მოსახლეობის მიახლოებით 20-30%-ს, მუსულმანები შეადგენენ მიახლოებით 10-20%-ს, ხოლო დანარჩენები კი არიან ძირითადად ათეისტები, აგნოსტიკები და ურელიგიო ხალხი, ან სხვა რელიგიების წარმომადგენლები, იგივე ბუდიზმის ან ინდუიზმის. ეინჰოვენში 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის 45% იყო ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი ან აპათეისტი, 36.9% იყო კათოლიკე, 2.50% იყო პროტესტანტი, 2.40% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, 8% იყვნენ მუსულმანები, 0.80% ინდუისტები, 0.50% ბუდისტები, 3.90% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. სავარაუდოდ მუსულმანების რაოდენობა უკვე გაიზარდა. უკვე 11 წელი გავიდა. კანადის ქალაქ მონრეალში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 35% იყო კათოლიკე ქრისტიანი, 6.10% იყო კანადური პროტესტანტული მიმდინარეობების წარმომადგენელი, 3.20% იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, 2.60% ტრადიციული პროტესტანტიზმის მიმდევრები, 2.60% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 31% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 12.7% იყვნენ მუსულმანები, 2.10% იყვნენ იუდაისტები, 1.80% იყვნენ ინდუისტები, 1.50% იყვნენ ბუდისტები, 0.90% იყვნენ სიქხისტები, 0.60% კი იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები. ესე იგი, მთლიანობაში ქრისტიანები შეადგენენ მიახლოებით მოსახლეობის ნახევარს, ანუ კათოლიკები, პროტესტანტები და ასე შემდეგ. ოტავაში, კანადის დედაქალაქში, მოსახლეობის 52.8% არის ქრისტიანი, 31.6% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 9.9% არის მუსულმანი, 2% ინდუისტი, 1.1% ბუდისტი, 1.1% იუდაისტი, 0.6% სიქხისტი, 0.1% ადგილობრივი სპირიტუალისტები, 0.8% კი არიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები, ჯაიანისტები, დაოსისტები და ასე შემდეგ, მიგრანტები. 2021 წლის მონაცემებით ქალაქ კვებეკში მოსახლეობის 65.5% იყო ქრისტიანი, 30.5% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 3.3% მუსულმანი, 0.3% ბუდისტი, 0.1% ინდუისტი და აგრეთვე 0.1% იუდაისტი
და ადგილობრივი სპირიტუალისტებიც, იგივე პროცენტული რაოდენობა იყვნენ სიქრისტებიც და 0.3% კიდე იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები. ტორონტოში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 46.2% იყო ქრისტიანი, 30.6% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 9.60% მუსულმანი, 6.20% ინდუისტი, 3.60% იუდაისტი, 2.30% ბუდისტი, 0.80% სიქრისტი და 0.80% სხვა რელიგიების წარმომადგენლები. 1991 წელს ტორონტოში მოსახლეობის 83.38% იყო ქრისტიანი, 9.16% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 1.23% იყო მუსულმანი, 1.04% იყო ინდუისტი, 0.39% იყო სიქრისტი, 4.16% იყო იუდაისტი, 0.4% ბუდისტი და 0.24% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. 2021 წელს კი ქრისტიანები შეადგენენ მოსახლეობის 46.42%-ს, ურელიგიოები, ათეისტები და აგნოსტიკები 26.65%-ს, მუსულმანები 10.19%-ს, ინდუისტები 7.45%-ს, სიქრისტები 3.98%-ს, იუდაისტები 2.7%-ს, ბუდისტები 1.97%-ს, ადგილობრივი სპირიტუალისტები 0.02%-ს, სხვა რელიგიების წარმომადგენლები კი 0.73%-ს. ქრისტიანობის რაოდენობა შემცირდა, გაიზარდა მუსულმანების და ათეისტების რაოდენობა, ისევე როგორც ინდუისტების, ბუდისტების და სხვა რელიგიების წარმომადგენლების. დასავლეთ კანადაში, ვანკუვერში 1991 წელს მოსახლეობის 51.25% იყო ქრისტიანი. ბუდისტები იყვნენ 4.53% მოსახლეობის, მუსულმანები 1.24%, სიქრისტები 2.78%, ინდუისტები 1.45%, იუდაისტები 1.86%, სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ 0.79%, ურელიგიოები და ათეისტები აგნოსტიკებთან ერთად იყვნენ 36.3%. 2021 წლის მონაცემებით ვანკუვერში მოსახლეობის 29.88% არის ქრისტიანი, 4.04% არის ბუდისტი, 2.75% არის მუსულმანი, 2.54% არის სიქრისტი, 1.94% არის ინდუისტი, 1.80% არის იუდაისტი, 1.25% არიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 55.8% არის ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი. ესე იგი ვხედავთ ქრისტიანების რაოდენობის ვარდნას, მუსულმანების რაოდენობა გაიზარდა, ბუდისტების და სიქრისტების რაოდენობა კი ნარჩუნდება. აგრეთვე გაიზარდა ინდუისტების რაოდენობა. რუსეთში, ბაშკორტოსტანის რეგიონის დედაქალაქ უფაში 2024 წლის მონაცემებით მოსახლეობის 52.5% არის მუსულმანი, 32.5% არის მართლმადიდებელი, 3% არიან სხვა ქრისტიანები, 2% არიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 10% არიან ურელიგიოები, ათეისტები, აგნოსტიკები, ან კიდევ აპათეისტები, ან ურელიგიო სპირიტუალისტები. პერმში 2024 წლის მონაცემებით მოსახლეობის 70% არის მართლმადიდებელი, 10% მუსულმანი, 15% ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი ან აპათეისტი, 4% არიან სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები, 1% კი არ არის შემოყალიბებული თავის რელიგიურ შეხედულებებზე. სომხეთში 2011 წელს მოსახლეობის 92.7% იყო გრიგორიანელი ქრისტიანი. 2022 წლის მონაცემებით მათი პროცენტული რაოდენობა გაიზარდა 95.2%-მდე. 2022 წლის მონაცემებით კათოლიკები შეადგენენ მოსახლეობის 0.6%-ს, ევანგელისტები 0.5%-ს, აგრეთვე 0.5% არიან იეზიდები, 0.2% არიან მართლმადიდებლები და ასე შემდეგ. ესე იგი სომხეთში დომინანტი რელიგია ეს არის ქრისტიანობა, კონკრეტულად კი გრიგორიანელური მონოფიზიტური ქრისტიანობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 42% იყო პროტესტანტი ქრისტიანი, 32% იყო კათოლიკე ქრისტიანი,
3% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, 18% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 4% სხვა რელიგიების წარმომადგენელი, 1% კი არ არის ჩამოყალიბებული თავის რელიგიურ შეხედულებებზე. 2020 წლის მონაცემებით ალასკის შტატის მოსახლეობის 37% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 36% პროტესტანტია, 14% კათოლიკე, 4% მართლმადიდებელი ქრისტიანი, 2% მორმონი ქრისტიანი, 1% არიან იაღვეველები, 6% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. იუტას შტატში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 55% მორმონი ქრისტიანია, 22% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 13% პროტესტანტი ქრისტიანია, 5% კათოლიკე ქრისტიანია, 2% სხვა რელიგიების მიმდევარია, 1% ბუდისტია, 1% კი მუსულმანია. ჯორჯიის შტატში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 67% პროტესტანტია, 18% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 9% კათოლიკეა, 2% იაღვეველია, 1% ებრაელია, იუდაისტები, 1% მორმონია, 2% არიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 1% კი არაა ჩამოყალიბებული რელიგიაზე. აიდაჰოს შტატში 2008 წლის მონაცემებით მოსახლეობის 91% იყო ქრისტიანი, აქედან 22% იყო პროტესტანტი, ევანგელისტი, 16% იყო ტრადიციული პროტესტანტი, 18% კათოლიკე, 0.5% მართლმადიდებელი, 0.5% შავი პროტესტანტი, 23% იყო მორმონი, 1% იაღვეველი, 0.5% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ. ურელიგიოები 2008 წელს შეადგენდნენ მოსახლეობის 18%-ს, აგნოსტიკები, ათეისტები, აპათეისტები და ასე შემდეგ. მუსულმანები იყვნენ 0.5%, იუდაისტები აგრეთვე 0.5% და ასე შემდეგ. 2014 წელს კი ქრისტიანების პროცენტული რაოდენობა ჩამოვარდა 67%-მდე. ათეისტების და ურელიგიოების პროცენტული რაოდენობა კი გაიზარდა 27%-მდე. სხვა რელიგიების წარმომადგენლების, მუსულმანების, ბუდისტების, ინდუისტების და ასე შემდეგ პროცენტული რაოდენობა 4%-მდე ავიდა. გამომდინარე იქიდან, რომ გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა შტატში. საკმაოდ დიდი ვარდნა განიცადა ქრისტიანობამ და საგრძნობელი ზრდა არის აგნოსტიკების რაოდენობაში. ისევე როგორც აპათეისტების, აპათეისტები მიახლოებით 22% არიან, აგნოსტიკები მიახლოებით 3%. მერილენდში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 52% იყო პროტესტანტი, 23% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 15% იყო კათოლიკე, 3% იყო იუდაისტი, ესე იგი ებრაელები, 2% სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ, 1% ბუდისტები, 1% ინდუისტები, 1% მუსულმანები, 1% მორმონები და 1% მართლმადიდებლები. ლუიზიანაში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 53% იყო პროტესტანტი, 22% იყო კათოლიკე, 1.5% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 19% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 1% იყვნენ იუდაისტები, ებრაელები, 4% კი იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები. ნიუ-ჯერსიში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 34% იყო კათოლიკე, 31% იყო პროტესტანტი, 18% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 6% იყო იუდაისტი, ებრაელი, 3% იყო ინდუისტი, 3% იყო მუსულმანი, 1% მორმონი, 1% იყო მართლმადიდებელი, 1% იაღვეველი, 2% ბუდისტი ან სხვა რელიგიების წარმომადგენელი, 1%-ს კი არ აქვს პასუხი თუ რა რელიგიისა. კანადაში, კერძოდ კი ონტარიოში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 31.6% იყო ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი ან აპათეისტი, 26% იყო კათოლიკე, 15.6% იყო პროტესტანტი, 8.15% იყო სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, 6.7% იყო მუსულმანი, 4.1% ინდუისტი, 2.35% იყო მართლმადიდებელი, 2.1% სიქხისტი, 1.4% იუდაისტი, ესე იგი ებრაელი. მოსახლეობის 1.2% შეადგენდნენ ბუდისტები, ხოლო 0.7% იყო სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელი. დაოიზმის, საენტოლოგიის, სპირიტუალიზმის,
და ასე შემდეგ. კანადის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 52.1% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 34.3% ქრისტიანია, 5.9% სიქხისტი, 2.6% მუსულმანი, 1.7% ბუდისტი, 1.7% ინდუისტი, 0.5% იუდაისტი, 0.2% ადგილობრივი ინდიელთა რწმენა-წარმოდგენების მიმდევარი, ხოლო 1% კი არიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები. პრინც ედვარდის კუნძულზე 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 67.6% იყო ქრისტიანი, 28.5% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 1.1% მუსულმანი, 0.8% ინდუისტი, 0.8% სიქხისტი, 0.5% ბუდისტი, 0.1% იუდაისტი, 0.1% სპირიტუალისტი, 0.5% კი იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები. სასკაჩევანის რეგიონში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 56.3% იყო ქრისტიანი, 36.6% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 2.3% იყო მუსულმანი, 1.5% იყო სპირიტუალისტი, 1.3% იყო ინდუისტი, 0.8% სიქხისტი, 0.4% ბუდისტი, 0.1% იუდაისტი, 0.7% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. ალბერტაში 2021 წლის მონაცემებით 48.1% მოსახლეობის იყო ქრისტიანი, 40.1% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 4.8% მუსულმანი, 2.5% სიქხისტი, 1.9% ინდუისტი, 1% ბუდისტი, 0.5% სპირიტუალისტი, 0.3% იუდაისტი, 0.8% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. 2021 წლის მონაცემებით ნიუფაუნდლენდის მოსახლეობის 82.4% იყო ქრისტიანი, აღმოსავლეთ კანადაში, 16% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0.8% მუსულმანი, 0.2% ინდუისტი, 0.2% სიქხისტი, 0.1% ბუდისტი, 0.1%-ზე დაბლა იუდაისტები, აგრეთვე 0.1%-ზე დაბლა აგრეთვე იყვნენ სპირიტუალისტები და 0.2% კი იყვნენ უკვე სხვა რელიგიების წარმომადგენლები. ესე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანული რეგიონი კანადის. რეგიონისაც ყველაზე მცირე რაოდენობაა მიგრანტების და მემარცხენეების. წინა ვიდეოში კი ვისაუბრე გერმანიაზე, მაგრამ აქ რამოდენიმე დეტალს დავამატებ კიდე. 2016 წელს გერმანიაში მოსახლეობის 30.5% იყო კათოლიკე, 29.6% იყო პროტესტანტი, 1.70% იყვნენ ევანგელისტები, 1.40% იყვნენ მართლმადიდებლები, 1.30% სხვა ქრისტიანები, 32.4% ურელიგიოები, 2.60% მუსულმანები, 0.50% სხვა რელიგიების წარმომადგენლები. 2024 წელს კი ურელიგიოების პროცენტული რაოდენობა გაიზარდა 46.8%-მდე, კათოლიკების პროცენტული რაოდენობა შემცირდა 23.7%-მდე, პროტესტანტების რაოდენობა შემცირდა 21.5%-მდე, მუსულმანების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ცალკე აღებული მუსლიმი ალევიტები არიან 0.80% და სხვა მუსულმანები კიდე 3.90%. ანუ ერთად მუსულმანები ახლა გერმანიის მოსახლეობის 4.70% შეადგენენ. მართლმადიდებლების პროცენტული რაოდენობა მცირედით გაიზარდა 1.50%-მდე, სხვა ქრისტიანების პროცენტული რაოდენობა კი შემცირდა 1%-მდე. აგრეთვე გაიზარდა ბუდისტების რაოდენობა, იუდაისტების, ინდუისტების და იეზიდების. ტენდენცია არის ათეისტების და აგნოსტიკების ზრდისკენ, სხვა რელიგიების ზრდისკენ და ქრისტიანობის ვარდნისკენ. მთლიანად ევროკავშირში, რომ ავიღოთ ევროკავშირის ყველა ქვეყნები, გერმანია, საფრანგეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ, 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 45.3% არის კათოლიკე, 15% არიან ურელიგიო აგნოსტიკები, 10.4% არიან ათეისტები, 10% არიან მართლმადიდებლები, 8.30% არიან პროტესტანტები, 5.60% არიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები. აქ შედის ინდუიზმი, სიქხიზმი, ბუდიზმი და ასე შემდეგ სხვა აზიური რელიგიები.
2.60% არიან სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები, 1.40% არიან მუსულმანები, ხოლო 1.40%-მა უარი განაცხადა პასუხზე, ან არ აქვს რაიმე ჩამოყალიბებული რელიგიური შეხედულებები. ხო, ახლა მოდით დროებით გადავიდეთ რუკებზე. აქ თქვენ ხედავთ კათოლიკების პროცენტულ რაოდენობას პოლონეთში. ეს არის 2021 წლის მონაცემები და ხედავთ, რომ კათოლიკების რაოდენობა საკმაოდ მაღალია აღმოსავლეთ რეგიონებში და სამხრეთით, ხოლო დაბალია ჩრდილოეთით და პოლონეთის დასავლეთ ნაწილში. ამას პირდაპირი გავლენა აქვს პოლონეთის არჩევნებზე. იმ რეგიონებში, სადაც კათოლიკების რაოდენობა მეტია, არჩევნებში იგებს კონსერვატიული პატრიოტული პოლონური პარტია. მემარჯვენე ფრთის, რომელიც ეწინააღმდეგება მიგრაციას, არის ესეთი ტრადიციონალისტური რელიგიური, ხოლო პოლონეთის დასავლეთში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად იგებენ მემარცხენეები, ლიბერალები, პროგრესივისტები, ინტერნაციონალისტები, რომლებიც ძირითადად არიან ათეისტები ან აგნოსტიკები. ზემოთ რუკაზე ხედავთ 2020 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. იმ რეგიონებში, სადაც კათოლიკური მოსახლეობა მეტია, გაიმარჯვა ანჯეი დუდამ, იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებია, გაიმარჯვა ტრჩასკოვსკიმ, რომელიც არის ლიბერალი. მსგავს სურათს ხედავთ ინგლისშიც. იქ, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის ქრისტიანი, ძირითადად იმარჯვებენ მემარჯვენე პარტიები. იქ იმარჯვებენ ტრადიციონალისტები, პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიგრაციას და ასე შემდეგ. ხოლო იქ, სადაც ურელიგიო მოსახლეობის რაოდენობა მეტია, ან თვითონ მიგრანტების რაოდენობა მეტია მუსულმანების, ინდუისტების და სიქრისტების, იმარჯვებენ მემარცხენეები, სოციალისტები, ლიბერალები, პროგრესივისტები და ასე შემდეგ. შეადარეთ ეს ორი რუკა. ზედა რუკაზე ხედავთ რელიგიურ შემადგენლობას, წეღან განახეთ კიდეც, ქვედა რუკაზე ხედავთ 2017 წლის არჩევნების შედეგებს ბრიტანეთში. იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ათეისტია, აგნოსტიკი ან მიგრანტია, მოიგეს ლეიბორისტებმა, ლიბერალებმა, სოციალისტებმა, პროგრესივისტებმა, ფემინისტებმა, ნეოტროცკისტებმა და ასე შემდეგ მემარცხენე ძალებმა. იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის ქრისტიანი, ტრადიციონალისტი და ასე შემდეგ, იქ მოიგეს კონსერვატორებმა, რეფორმისტებმა და ზოგადად მემარჯვენე ძალებმა. მსგავსი სურათი იყო უკრაინაშიც 90-იან წლებში. უკრაინის დასავლეთი ნაწილი ეგრეთ წოდებული გრეკო-კათოლიკებით არის დასახლებული. დასავლეთ უკრაინელები ფაქტობრივად კათოლიკები არიან, აღმოსავლური კათოლიციზმის მიმდევრები. დანარჩენი უკრაინა ძირითადად მართლმადიდებლურია. ამან გავლენა იქონია 1991 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე უკრაინაში. შეადარეთ ეს ორი რუკა. ზემოთ ხედავთ რელიგიურ რუკას, სადაც მუქი ისფრად აღნიშნული არის მართლმადიდებლური ნაწილი უკრაინის, წითლად კი არიან კათოლიკები, გრეკო-კათოლიკები. ქვემოთ კი ხედავთ 1991 წლის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს. ისფრად ხედავთ ტერიტორიას, სადაც მოიგო ლეონიდ კრავჩუკმა, მოლურჯო მოცისპროტკი, სადაც მოიგო პარტია ნაროდნი რუხის წარმომადგენელმა ვიაჩესლავ ჩორნოვილმა. როგორც ხედავთ, რუხის მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი იყვნენ სწორედ იქ კონცენტრირებული, სადაც იყვნენ კათოლიკები. კრავჩუკის კი მართლმადიდებლები. აქაც ხედავთ ამ რელიგიურ პატერნს. ამან რაღაც კუთხით იქონია გავლენა აღმოსავლეთი უკრაინის კონფლიქტთან დასავლეთ უკრაინასთან. კიდევ ერთ სლავურ სახელმწიფოში, იუგოსლავიაში, ეს უბრალო კონფლიქტი საბოლოო ჯამში ფართო მასშტაბიან ომში გადაიზარდა. იუგოსლავიის ტერიტორიაზე სამი ძირითადი რელიგიური ჯგუფი იყო: მართლმადიდებლები, კათოლიკები და სუნიტი მუსულმანები. მართლმადიდებლობა რეგიონში ბიზანტიის იმპერიის გავლენით გავრცელდა. აქ ჩამოყალიბდა მოგვიანებით სერბეთის იმპერია. ეს ბიზანტიის ერთ-ერთი ანაცვლედი იმპერია იყო. მათ დროშაც ბიზანტიისნაირი ჰქონდათ, ორთავა არწივით და ისინი მართლმადიდებლები იყვნენ. ხორვატიისა და სლოვენიის ტერიტორია კი უნგრელების, იტალიელების და გერმანელების მმართველობის ქვეშ იყო. სწორედ ამიტომ იქ კათოლიციზმი გავრცელდა. მე-14 საუკუნისათვის იუგოსლავიის ტერიტორიაზე მოსახლეობის ნახევარი ფაქტობრივად იყო მართლმადიდებელი
მეორე ნახევარი კი იყო კათოლიკე. თუმცა მალევე ყველაფერი შეიცვლება, მას შემდეგ რაც რეგიონში მოვლენ ოსმალები. მე-16 საუკუნისათვის ოსმალეთის იმპერიამ მყარ ადგას ბალკანეთში. სწორედ ამ დროს იწყება ბოსნიელებისა და ალბანელების ისლამიზაცია. სერბები ინარჩუნებენ მართლმადიდებლობას, ხორვატიელები და სლოვენები კი კათოლიკები რჩებიან. ამ გარე პროცესებმა კი საბოლოო ჯამში რეგიონი კარდინალურად შეცვალა. იუგოსლავები, რომლებიც ფაქტობრივად ერთ ენაზე ლაპარაკობენ, სერბულ-ხორვატიულად, ახლა ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. ფაქტობრივად აქაც ამ მსგავსი ტიპის კონფლიქტი გაჩნდა, რაც მაგალითად უკრაინაში. ბოსნიელებისა და ალბანელების ყველაზე დიდი მხარდამჭერი სწორედ ახლა თურქეთია, ხოლო სერბებს კი რუსეთი უჭერს მხარს. ეს კარგად გამოჩნდა კოსოვოს ომის დროს 1998-99 წლებში, როდესაც რუსი და უკრაინელი მოხალისეები სერბების მხარეს ომობდნენ, ხოლო თურქები კი ალბანელებთან ერთად კოსოვოელ მუსულმანებს ეხმარებოდნენ. ეთნიკურ-რელიგიური სოლიდარობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ყარაბაღის პირველი ომი იყო. მაშინ სომხების მხარეს ომობდნენ რუსები, კაზაკები, ოსები, სლავები და ასე შემდეგ. ძირითადად ქრისტიანული ჯგუფები. აზერბაიჯანს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩეჩნებმა, თურქებმა, ავღანელებმა, შუა აზიელებმა, ძირითადად მუსულმანურმა ჯგუფებმა. ავღანელებმა სომხებს ეთნო ჯიჰადი გამოუცხადეს, წმინდა ომი. ეთნო-რელიგიური სურათის გავლენას პოლიტიკაზე ვხედავთ აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში, სადაც ეს ყველაზე მკაფიო და ნათლად ჩანს. ახლო აღმოსავლეთის ომების ძირითადი ნაწილი ეთნიკური და რელიგიური შინაარსისაა. დაპირისპირება ძირითადად მიმდინარეობს ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის, სუნით მუსულმანებსა და შიიტ მუსულმანებს შორის, მარონიტებსა და ალევიტებს შორის, შიიტ ალევიტებსა და სუნით მუსულმანებს შორის, იუდაისტებსა და მუსულმანებს შორის, ვაჰაბიტებსა და სუნიტებს შორის და ასე შემდეგ. აგრეთვე მიმდინარეობს ეთნიკური დაპირისპირება არაბებსა და ქურთებს შორის, ქურთებსა და თურქებს შორის, ქურთებსა და სპარსელებს შორის, სპარსელ ლურებსა და არაბებს შორის და ასე შემდეგ. ავიღოთ მაგალითისათვის სირიის სამოქალაქო ომი. სირიის სამოქალაქო ომში იყო რამოდენიმე ძალა. სამთავრობო ძალებს წარმოადგენდა ასადის რეჟიმი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ალევიტი მუსულმანებისგან, მას მხარს უჭერდნენ სხვა შიიტი მუსულმანები, ქრისტიანები, მარონიტები, სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტია, ირანი, რუსეთი, ჩინეთი, ჰეზბოლა, ბაასისტები, სხვა მემარჯვენე ძალები. ეს იყო ერთგვარი კოალიცია შიიტებისა და ქრისტიანების სირიაში, ძირითადად ალევიტების და მარონიტების. მეორე მხარე იყვნენ ოპოზიცია, ოპოზიციის მხარე ძირითადად იბრძოდნენ სუნიტი მუსულმანები, ორგანიზაცია ჰაია თაჰრირ ალ-შამი, თურქესტანის ისლამური ფრონტი, კავკასიის ისლამური ფრონტი, მათ მხარს უჭერდა თურქეთი, ყატარი, საუდის არაბეთი. აქრე იყო სულთან მეჰმედის ბრიგადა, სულთან მურადის დივიზია და ასე შემდეგ. მათ აფინანსებდა დასავლეთი. ეს იყო სუნიტური ისლამური ძალები. დანარჩენი ძალები კი იყვნენ ქურთები, დრუზები, ებრაელები, იეზიდები და ასე შემდეგ. ისინი უკვე თავიანთი პირადი ინტერესებისთვის იბრძოდნენ სირიის სამოქალაქო ომში. ქურთების მხარეს აგრეთვე ომობდნენ ულტრამემარცხენეები, კომუნისტები, მაოისტები, ანარქისტები, ანარქო-კომუნისტები და ასე შემდეგ. ისევე როგორც პეშმეგა და სხვები. სირიის სამოქალაქო ომიც, ისევე როგორც იუგოსლავიის ომი, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი და ასე შემდეგ, სხვა ომები ნათლად გვაჩვენებს თუ რა მნიშვნელობა აქვს ეთნიკურ, ეროვნულ, რელიგიურ ნიშნებს მსოფლიოში და ეთნო-რელიგიურ საზღვრებს. ნებისმიერი ერი თუ რელიგიური ჯგუფი იბრძვის ამ საზღვრების დასაყენებლად, თავის დასაგებლად. როგორც მაგალითად იგივე ინდუისტური ინდოეთი ებრძვის ისლამურ პაკისტანს საუკუნეების განმავლობაში, ჯერ კიდევ თემურლენგის შემოსევიდან დაწყებული. ან თუ უფრო ჩავუხმავდებით ისტორია, შეიძლება გავიხსენოთ ღაზნევიანების და არაბთა ხალიფატიც. ყველგან და ყოველთვის რელიგიური და ეთნიკური შემადგენლობა გადამწყვეტი იყო. რელიგიური და ეთნიკური საზღვრები კი ავტომატურად ხდებოდა სახელმწიფოს ფუნდამენტი.
რომელზეც შენდებოდა სოციუმი და ცივილიზაცია. თანამედროვე დასავლეთში ესაზღვრები უკვე მოშლილია. ადგილობრივი ევროპელი, რუსი, ამერიკელი, ავსტრალიელი და ზოგადად თეთრკანიანი ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი აგნოსტიკურია. მათ დაბალი შობადობა აქვთ. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. მიგრანტები კი პირიქით, რელიგიურები არიან. მათ მაღალი შობადობა აქვთ. ისინი ტრადიციონალისტები არიან. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. 2021 წლის მონაცემებით ლონდონში ბრიტანელების პროცენტული რაოდენობა არ აღემატებოდა 36.8%-ს. სხვა თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა 17% იყო. ესე იგი სხვა ევროპელების. აზიელების პროცენტული რაოდენობა, ესე იგი ინდოელების, პაკისტანელების, ჩინელების და ასე შემდეგ, იყო 20.8%. აფრიკელების და ზოგადად შავკანიანების პროცენტული რაოდენობა 13.5% იყო. 5.7% მოსახლეობის შერეული იყო. 6.3% კი სხვები იყვნენ. სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ლათინოსები და ასე შემდეგ. სულ რაღაც 60 წელი გავიდა 1961 წლიდან 2021 წლამდე და თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა 97.7%-დან 53.8%-მდე ჩამოვიდა. 2050 წლისათვის ეს პროცენტი ბუნებრივია უფრო დაბლა იქნება. იმავე 2021 წლის მონაცემებით 20 წლამდე ახალგაზრდების, ესე იგი ბავშვების და თინეიჯერების მიახლოებით 30% არის მუსულმანი, ინდუისტი, ბუდისტი ან სხვა აზიური რელიგიების წარმომადგენელი, სადღაც 30-40% არიან ქრისტიანები, დანარჩენი ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი. ესე იგი ახალგაზრდებში მომავალ თაობაში ლონდონში მუსულმანების, ინდუისტების, სიქხისტების, ბუდისტების და სხვა ახლო აღმოსავლური თუ აზიური რელიგიების წარმომადგენელთა პროცენტული რაოდენობა გაუთანავდა ქრისტიანების პროცენტულ რაოდენობას. პლუს მუსულმანებს საკმაოდ სერიოზული ზრდა აქვთ. ეს კარგად ჩანს აქაც, როგორ იზრდება მწვანე ხაზი. მუსულმანური ქვეყნები და ზოგადად მუსულმანური პოპულაცია საკმაოდ რელიგიურია, შობადობა უფრო მაღალი აქვს ვიდრე ქრისტიანებს და მათი რაოდენობაც საკმაოდ სწრაფად იზრდება. მიახლოებით 2050 წლისათვის თუ ასე გაგრძელდება, სავარაუდოდ ლონდონის მოსახლეობის მიახლოებით რაღაც 50% უკვე მუსულმანი იქნება. ნუ კიდე მეტი არა, და ნუ ინდუისტებიც. ხო და მე მსურს გავაკეთოთ ერთგვარი შეჯამება, მას შემდეგ რაც უკვე ჩვენ გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, უკვე 2 ვიდეო გადავიღე ამაზე, რელიგიურ შემადგენლობაზე. და ნუ კიდე იქეთ მრავალსაათიანი ვიდეოები მაქვს დასავლური სახელმწიფოების დემოგრაფიაზე და ეთნიკურ შემადგენლობაზე. ახლა კი მინდა გადავიდე პროგნოზებზე. ახლა ჩვენ უკვე ფაქტობრივად გვაქვს 6 საათნახევრიანი მასალა, სტატისტიკური მონაცემები, შობადობის მაჩვენებლები, რელიგიური შემადგენლობა, ზოგადი პოლიტიკური სურათი, მიგრაციის ძირითადი გზები და ასე შემდეგ. ახლა ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მოდით შევეცადოთ გავაკეთოთ პროგნოზი 2050 წლამდე. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა როგორც არის ახლა, მივიღებ თუ არა ერთგვარ ბაბილონის გოდოლს 2050 წლისთვის. პროგნოზები დავიწყოთ ლონდონით. პირველ რიგში გადავხედოთ წინა წლების მონაცემებს. ავიღოთ 2001, 2011 და 2021 წლების მონაცემები ლონდონის რელიგიური შემადგენლობის. და ამაზე დაყრდნობით, ისევე როგორც მიგრაციული და შობადობის სტატისტიკების როლის გათვალისწინებით, გადავიდეთ შემდგომ პროგნოზზე. 2001 წელს ლონდონის მოსახლეობის 58.2% იყო ქრისტიანი, 2011 წელს 48.4%, ხოლო 2021 წელს მოსახლეობის 40.7% იყო ქრისტიანი. რაც შეეხება არარელიგიურ მოსახლეობას, ესე იგი აგნოსტიკებს, ათეისტებს და ასე შემდეგ, 2001 წელს ლონდონის მოსახლეობის 15.8% იყო არარელიგიური, 2011 წელს
20,7%. 2021 წელს კი 27,1%. მუსულმანების რაოდენობას რაც შეეხება, 2001 წელს ლონდონის მოსახლეობის 8,5% იყო მუსლიმი, 2011 წელს 12,4%. 2021 წელს კი მუსულმანების პროცენტული რაოდენობა 15%-მდე ავიდა. 2001 წელს ინდუისტების პროცენტული რაოდენობა 4,1% იყო, 2011-ში 5%. 2021-ში 5,1%. ქვემოთ მოცემულია სხვა რელიგიური ჯგუფები: იუდაისტები, სიქრისტები, ბუდისტები და ასე შემდეგ. ესე იგი, მიახლოებითი წარმოდგენა უკვე გვაქვს, თუ როგორია ტენდენციები ლონდონში. ახლა გვე გადავიდეთ 2050 წლის პროგნოზებზე. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, მიგრანტთა რაოდენობის გათვალისწინებით, მშობადობის მაჩვენებლებით და ასე შემდეგ, თუ გამოვიანგარიშებთ, მივიღებთ ასეთ შედეგს. 2050 წლისათვის ლონდონის მოსახლეობის მიახლოებით 35,1% იქნება ურელიგიო, 27,9% ქრისტიანი, 20,4% მუსულმანი, 6,6% ინდუისტი და დანარჩენი უკვე სხვა რელიგიების წარმომადგენლები იქნებიან: სიქრისტები, ბუდისტები, ჯაიანისტები, იუდაისტები, დაოსისტები და ასე შემდეგ. ახლა გადავიდეთ ბირმინგემზე. ბირმინგემი სიდიდით მეორე ქალაქია ბრიტანეთში. 2001 წელს მოსახლეობის 59,1% იყო ქრისტიანი. 2011 წელს 46,1%. 2021 წელს 34%. მუსულმანების პროცენტული რაოდენობა 2001 წელს იყო 14,3% ბირმინგემში. 2011 წელს 21,8%. ხოლო უკვე 2021 წელს მუსულმანების პროცენტულმა რაოდენობამ ბირმინგემში 29,9%-ს მიაღწია, ფაქტობრივად 30%-ს. ურელიგიოების პროცენტული რაოდენობა, ესე იგი აგნოსტიკების, აფათეისტების და ათეისტების პროცენტული რაოდენობა ბირმინგემში 2001 წელს იყო 12,4%, 2011 წელს 19,3%, ხოლო 2021 წელს კი 24,1%. ქვემოთ ხედავთ სხვა რელიგიებს: სიქხიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი და ასე შემდეგ. მათი პროცენტული რაოდენობა მცირედით გაიზარდა. ან თითქმის იგივეა. აქ არ არის რაიმე კარდინალური ცვლილებები. ჩვენი ძირითადი ფოკუსი იქნება ქრისტიანებზე, მუსულმანებზე და ურელიგიოებზე. ეს არის სამი ყველაზე დიდი ჯგუფი ბირმინგემში, ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. სწორედ მათზე დაყრდნობით გამოვითვლით ბირმინგემის სავარაუდო რელიგიურ შემადგენლობას 2050 წლისათვის. აქვე ბუნებრივია იქნება მოცემული სხვა რელიგიების წარმომადგენელთა მონაცემებიც. 2050 წელს პროგნოზების თანახმად ბირმინგემის მოსახლეობის 40,8% იქნება მუსულმანი. თითქმის მოსახლეობის ნახევარი. მათი პროცენტული რაოდენობა შეიძლება კიდე გაიზარდოს. ხოლო რაც შეეხება ურელიგიოების პროცენტულ რაოდენობას, ესე იგი ათეისტებს, აფათეისტებს და აგნოსტიკებს, მათი პროცენტული რაოდენობა 30,4%-მდე აბა. ქრისტიანები იქნებიან 19,7%, სიქხისტები 2,9%, ინდუისტები 1,8%, სხვა რელიგიების წარმომადგენლები 1% და ნუ ასე შემდეგ. რომ დავამრგვალოთ, მუსულმანები იქნებიან რაღაც 40%, ურელიგიოები 30%, ქრისტიანები მიახლოებით 20%. ეს კი ერთად უკვე აგერ 90%-ია. ახლა გადავიდეთ შემდეგ ქალაქზე. დიდ მანჩესტერზე. ეს ქალაქი სიდიდით მესამეა დიდ ბრიტანეთში. 2001 წლის მონაცემებით მანჩესტერის მოსახლეობის 74,2% იყო ქრისტიანი.
61,8% 2011 წელს. 2021 წელს კი 47%. ესე იგი, ბოლო 20 წლის განმავლობაში პროცენტული რაოდენობა 74,2-დან 47-მდე ჩამოვიდა. ურელიგიობის პროცენტული რაოდენობა 11,3%-დან 2001 წელს გაიზარდა 20,8%-მდე 2011 წელს, ხოლო 2021 წელს მიაღწია 31,9%-ს. მუსულმანების პროცენტული რაოდენობა 2001 წელს იყო 5%, 2011 წელს 8,7%, ხოლო უკვე 2021 წლისათვის მუსულმანების პროცენტულმა რაოდენობამ 13%-ს მიაღწია მანჩესტერში. ქვემოთ მოცემულია სხვა რელიგიური ჯგუფები: ინდუისტები, იუდაისტები, სიქხისტები, ბუდისტები და ასე შემდეგ. მათი პროცენტული რაოდენობა მცირედით, მაგრამ გაიზარდა. 4-ვესი, როგორც ინდუისტების, ისევე იუდაისტების, სიქხისტებისა და ბუდისტების 2001-დან 2021 წლამდე. 20 წლის დიაპაზონში. ახლა გადავიდეთ უკვე პროგნოზზე. 2050 წლის სავარაუდო რელიგიური შემადგენლობა მანჩესტერში იქნება შემდეგნაირი. მოსახლეობის მიახლოებით 44,8% იქნება ურელიგიო, ათეისტი, აპათეისტი ან აგნოსტიკი, 27,6% იქნება სავარაუდოდ ქრისტიანი, 19,5% კი მუსულმანი. ინდუისტები იქნებიან 1,4%, იუდაისტები, ესე იგი ებრაელები 1,1% და ასე შემდეგ. სხვა მცირე რელიგიები: სიქხიზმი, ბუდიზმი, ჯაიანიზმი,